მერაბ სეფაშვილის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 5 აპრილს ბზობის დღესასწაულზე მისი მეუღლე, ნინო ჯურხაძე გარდაიცვალა. რამდენიმე წლის წინ ნინო ისემიური ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ნინო წლების განმავლობაში ებრძოდა ჯანმრთელობის პრობლემებს. საზოგადოებაში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილი იყო, მაგრამ გარდაცვალების მიზეზი კიდევ უფრო მძიმე სენი აღმოჩნდა. მერაბ სეფაშვილი ყოველთვის ხაზს უსვამდა მეუღლის განსაკუთრებულ როლს მის ცხოვრებაში. წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი იხსენებდა: 23 წლის ვიყავი, როდესაც ნინო ცოლად მოვიყვანე. მის გვერდით დგომა გადამწყვეტი იყო, რომ არა ნინო ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით. მისი მადლობელი ვარ, რომ შემინარჩუნა ოჯახი და შვილებთან ასეთი ურთიერთობა. მერაბ სეფაშვილი და ნინო ჯურხაძე თავიდანვე იდეალურ ზღაპარში არ ცხოვრობდნენ. მერაბი უკვე პოპულარული იყო, როცა ნინო გაიცნო და ეს ურთიერთობაზე გარკვეულად მოქმედებდა. თავადაც ამბობდა, რომ პოპულარობას თან სდევს ცხოვრების რთული სტილი. ხშირად იყო დაძაბულობებიც ურთიერთობაში, მაგრამ ასევე ხშირად საუბრობდა ნინო თავისი მეუღლის შესახებ. ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან გულახდილად აღწერდა მათ ურთიერთობას და ამბობდა, რომ მერაბი ოჯახის გარეშე ვერ ძლევდა. მერაბს ძალიან ვუყვარვართ, მეც და თავისი შვილებიც. ოჯახი საერთოდ. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მას ჩვენს გარეშე არ შეუძლია. ყავს შვილები და ისინი ჩვენი სიცოცხლე არიან. მერაბს არაერთხელ უთქვამს, რომ ნინო მისთვის ძალიან მძიმე თემაა. განსაკუთრებით ბოლო წლებში, როცა ნინომ 2020 წელს ინსულტი გადაიტანა. ამის შემდეგ მისი მდგომარეობა მუდმივ ყურადღებას საჭიროებდა. მერაბი ამაზე საჯაროდაც კი რთულად საუბრობდა, იმდენად ემოციურად განიცდიდა. ნინო ჯურხაძე მერაბ სეფაშვილისთვის ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელმაც მასთან ერთად 40 წლიანი რთული, თუმცა სიყვარულით სავსე გზა გაიარა.